გასულკვირაში თითქმის ყველა ტელევიზია იუწყებოდა Human Rights Watch-ის სკანდალური დასკვნის შესახებ, მაგრამ ადამიანის უფლებათა დამცველი ამ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნიდან რატომღაც მხოლოდ იმ ფრაზების ციტირება მოხდა, რომელიც რუსეთის კრიტიკას ეხება. რატომ დაუმალეს ქართულ საზოგადოებას დასკვნის ის ნაწილი, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების არასწორ ქმედებებზეა საუბარი. ჩვენ ამ მოხსენების ორივე ნაწილს გთავაზობთ. Human Rights Watch-ის დასკვნიდან საქართველოს ხელისუფლების შესახებ, კონფლიქტის სამხრეთ ოსეთის ირგვლივ. რამდენიმე თვიანი დაძაბულობის ესკალაციის, ქართული და სამხრეთოსური ძალების შეტაკებების შემდეგ ქართულმა ჯარებმა 7 აგვისტოს ღამეს დაიწყეს შეტევა ცხინვალზე. რუსეთმა სამხრეთ ოსეთში შეიყვანა მნიშვნელოვანი ძალები და აიძულა ქართული მხარე უკან დაეხია. ყველა მხარემ დაარღვია ადამიანის უფლებები და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმები. სამხრეთ ოსეთში შეტევის დროს ქართულმა ჯარებმა დაუშვეს ძალის განურჩეველი გამოყენება. ესწროდნენ საცხოვრებელ რაიონებს რეაქტიული სისტემა გრადიდან. ცხინვალში სახლები, მათ შორის საცხოვრებელი, რომელშიც თავს აფარებდნენ სამოქალაქო პირები, იცხრილებოდა ტყვიამფრქვევებითა და ზარბაზნებით. ამ სახლების ნაწილი გამოიყენებოდა სამხრეთოსური ძალების მიერ მოწინააღმდეგეზე ცეცხლის საწარმოებლად. ორივე მხარემ ერთმანეთის წინააღმდეგ გამოიყენა კასეტური იარაღი, მათ შორის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში. კასეტური იარაღი მიეკუთვნება განურჩეվել იარაღს და მისი გამოყენება იწვევს დაუშვებელ ჰუმანიტარულ შედეგებს. სამოქალაქო პირები დაიღუპნენ და დაიჭრნენ აუმოქმედებელი რუსული და ქართული ნაღმების, მათ შორის კასეტური იარაღის ელემენტების აფეთქების გამო. პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არაერთგზის მოწოდებისა, საქართველოს მთავრობა უარს ამბობს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ყოველმხრივი გამოძიების ჩატარებაზე, როცა პოლიციამ გადაჭარბებული ძალის გამოყენებით დაშალა ძირითადად მშვიდობიანი პოლიტიკური დემონსტრაციები თბილისში, რის შედეგადაც სულ ცოტა 500 ადამიანი დაშავდა. მხოლოდ რამდენიმე ცალკეული ინციდენტის გამოძიება დაიწყო. მთავრობის მიერ ასევე არ მომხდარა 2006 წელს თბილისის მეხუთე საპყრობილის ბუნტის ჩახშობის ოპერაციის ყოველმხრივი გამოძიება, რომლის დროსაც 7 პატიმარი გარდაიცვალა, 10-ობით კი დაშავდა. იუსტიციის სისტემა. მთავრობა ატარებს ზომებს ციხეების გადატვირთულობის პრობლემის გადასაჭრელად. კერძოდ 2008 წელს გამოცხადდა 2 ამნისტია, გაიხსნა ახალი ციხე გუდანში. თუმცა იმის გამო, რომ გაუმართლებლად ფართოდ გამოიყენება სასამართლომდე პატიმრობა, ვითარების კარდინალური გაუმჯობესება არ ხდება. არჩევნები. ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის დამკვირვებლების განცხადებით, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მთლიანობაში შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. თუმცა იქვე აღინიშნა საპრეზიდენტო არჩევნებისას ამ მრჩევლებზე ზეწოლის შესახებ. ასევე დარღვევები ხმების დათვლისა და ამ მრჩეველთა სიების შედგენისას, როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნებზე. დამკვირვებლებმა აღნიშნეს საპრეზიდენტო კამპანიის დაუბალანსებელი გაშუქება უმეტესი ტელეკომპანიების მიერ, სადაც საეთერედრო უპირატესად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ექნებოდა. მასმედიის თავისუფლება. მედია პეიზაჟი არაორდინალურია. ბეჭდვითი გამოცემები დინამიურად ვითარდება, როგორც ჩანს ხელისუფლების მიერ საინფორმაციო ტელემაუწყებლობის შეზღუდვის ფონზე. წლების განმავლობაში საერთო ნაციონალურ საინფორმაციო მაუწყებლობას ახორციელებდა საზოგადოებრივი ტელევიზია და ხელისუფლების მხარდამჭერი არხი რუსთავი 2. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დროს მთავრობა მოახდინა რუსული ტელეარხებისა და ინტერნეტ საიტების ბლოკირება. Human Rights Watch-ის დასკვნიდან რუსეთის შესახებ. რუსულმა და სამხრეთოსურმა ძალებმა მოახდინეს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია. 26 აგვისტოს რუსეთმა სცნო ორივე რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. კონფლიქტის მსვლელობისას ყველა მხარემ დაარღვია ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმები და ჰუმანიტარული სამართალი. საბრძოლო მოქმედებებს თან ახლდა სამოქალაქო მოსახლეობის მნიშვნელოვანი დანაკარგი. ლტოლვილთა უმეტესობა ქართველებია, რომელთაც არ შეუძლიათ სამხრეთ ოსეთში საკუთარ სახლებში დაბრუნება.
საბრძოლო მოქმედებების დასრულებისთანავე ოსი მებრძოლები და მოროდიორები სისტემატურად ანადგურებდნენ ქართულ ანკლავურ სოფლებს სამხრეთ ოსეთში. ამასთან ზოგიერთი მათგანი არ მალავდა, რომ ამას აკეთებდნენ სპეციალურად იმისთვის, რომ არ დაუშვან იქ ქართველების დაბრუნება. რუსული ძალები იყენებდნენ კასეტურ ბომბებს გორისა და ქარელის რაიონის დასახლებულ პუნქტებში, რასაც მოჰყვა სამოქალაქო პირების დაჭრა და სიკვდილი. რუსულმა ძალებმა არ უზრუნველყვეს სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოება მათ მიერ ფაქტიურად კონტროლირებად ქართულ ტერიტორიებზე. ამავდროულად ისინი ხელს უშლიდნენ ქართულ სამართალდამცველებს წესრიგის დამყარებაში. შედეგად შეიქმნა უკონტროლო მდგომარეობა. რუსეთის ჯარებმა და ოსმა მებრძოლებმა შეიპყრეს სულ ცოტა 14 ქართველი სამხედრო, რომლებიც სასტიკად აწამეს. სულ ცოტა ერთი ჯარისკაცი დასაჯეს სასამართლოს გარეშე. კვირის რეპორტაჟი ამით დასრულებულია. მე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.